პოლიტიკურად ანგაჟირებული თეატრალური წარმოდგენა უწოდეს გუშინ რუსთაველის თეატრში გამართულ ოლეგ ტაბაკოვის თეატრის სპექტაკლს ზოგჯერ ბრძენით ცდება, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი თამაშობდა. მსახიობმა სცენაზე რამდენიმე სიტყვა ქართულად წარმოთქვა, შემდეგ კი ბაფთად აღეჭა. რუსული დასი საქართველოს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ეწვია. ალექსანდრე ოსტროვსკის სპექტაკლში ზოგჯერ ბრძენით ცდება, მთავარ როლს სერგეი ბეზრუკოვი ასრულებდა, რომელსაც რუსთაველის თეატრში მისული მაყურებელი ოვაციით შეხვდა. ბეზრუკოვი, რომელიც ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია უამრავი ტელეფილმებიდან, უამრავი სერიალებიდან, ფილმებიდან და სხვათა შორის ძალიან კარგი მსახიობად ჩანდა ტელეეკრანზე. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძე მკაცრად აფასებს სპექტაკლს და ამბობს, რომ არ ღირს ამ წარმოდგენის მხატვრულ ღირსებებზე საუბარი. მას ბევრად უმნიშვნელოდ მიაჩნია ბაფთის ღეჭვის ეპიზოდი, რამაც საზოგადოების რეაქცია გამოიწვია. მე მეორე მოქმედებიდან წამოვედი. იმდენად ნარცისი თავის თავში შეყვარებული მსახიობი იდგა სცენაზე, რომელიც განებივრებულია უდაოდ როლებით, განებივრებულია ყურადღებით, რომ აი აქ პოლიტიკას მე ვფიქრობ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება იმ ყელსაბამის პირში ჩადებას, თუ ეს მან სპეციალურად გააკეთა ქართველი მაყურებლისთვის, მე ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხული არის. თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ გეწაძე ბეზრუკოვის ნიჭიერებაზე არ დავობს, თუმცა შენიშვნები მასაც აქვს. ქონდა რაღაცა გარკვეული ეპიზოდები, სადაც ამოვარდნილი იყო სპექტაკლის საერთო კონცეფციიდან, რაც გამოიხატებოდა ეგრეთ წოდებული ნაიგრიშით. ფრაზა, რომელიც მან ქართულად წარმოთქვა, ეს ფრაზა არის მართლა პიესაში, ასტროვსკის პიესაში და ქართულად მან თქვა, მოხელე უნდა იყოს ნაზი და მთვრთოლვარე. მე ამაში რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტი ვერ ამოვიგიხე. რეჟისორი ბადრი წერედიანი მიიჩნევს, რომ ოსტროვსკის პიესაში შეცვლილი არაფერი ყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო საუკეთესო სპექტაკლი. ასტროვსკიმ როგორც დაწერა ეს პიესა, აბსოლუტურად ყველანაირი შემოკლების გარეშე იყო გადმოცემული ეს მთლიანი ამბავი და არის ერთ ადამიანზე, რომელიც ცდილობს როგორც ჩინოვნიკმა მიაღწიოს ყველა საშუალებით წარმატებას. ზოგჯერ ბრძენით ცდება. ეს იყო სპექტაკლი, რომელმაც ქართული საზოგადოების რეაქცია გამოიწვია. სერგეი ბეზრუკოვი ქართულ მაყურებელს უახლოეს მომავალში ახალი სპექტაკლის დაბრუნებას დაპირდა.